მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გასწრებთ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ საუბრობთ, ციფრულ ახალდება და მოლოდინები როგორია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებებთან დაკავშირებით. ის კომისიის პროგნოზი შეგვიძლია მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა თქვენს ეთერში და ჩვენს მოსახლეობას ვაცნობთ ჩვენ პოზიციას. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გუშინახეთ ევროკომისიამ გაზარდა საქართველოს თანამდებობაში თავისი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. ცოტა ხნის წინ ნახეთ, რომ IMF-მა გაზარდა თავისი ზრდის პროგნოზი, ნახეთ ასევე თქვა მსოფლიო ბანკის რომელიც პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე და შესაბამისად, როცა ხედავთ ჩვენ ყოველ ახალ პროგნოზს, ყოველთვის არის პროგნოზის გაუმჯობესება. ანუ პროგნოზი არის წინა პროგნოზის გაუმჯობესებული მაჩვენებლით. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ შეფასების ნაწილში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ხოლმე. რაც იმას მეტყველებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული რეპუტაციით სარგებლობენ ეს ორგანიზაციები, ამიტომ ისინი ურჩევნიან, რომ მათ ურჩევნიათ, რომ შეფასების ნაწილში საწყის ეტაპზე შედარებით დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირონ და შემდგომ ეს მაჩვენებელი იყოს ზრდადი, ვიდრე პირიქით, მაგალითად თქვა გაზრდილი მაჩვენებელი და შემდგომ რეალური ფაქტობრივი მდგომარეობა იყოს შემცირებული. ეს როცა ასეთი პროგნოზი ცხადდება, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგია, ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები ყოველთვის თადარიგს იჭერენ და სიფრთხილედ აკეთებენ პროგნოზებს. ანუ თავიდან შედარებით დაბალს წერენ და ურჩევნიათ, რომ მერე იყოს ეს პროგნოზი გადახედილი ზრდის მიმართულებით. და ჩვენ აი გუშინაც ესეთი ნახეთ ევროკომისია ვერ ვიყით, რომ რაიმე მიკერძოებულობა აქვს. პირიქით საკმაოდ კრიტიკულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ და აი ამ კრიტიკის და თქვათ თავისი უარყოფითი დამოკიდებულების ფონზეც კი საკმაოდ მაღალ ზრდის მაჩვენებელს აფიქსირებს. ხო რატო? იმიტომ რომ თვითონაც აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში რა ხდება, რა ვითარებაა და პერიოდულად ისინი სწავლობენ, პერიოდულად უფრო ვიტყოდი, რომ მუდმივად სწავლობენ ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს და ბუნებრივია მათი შეფასებაც ხდება ყოველთვის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ნიშნებით. რაც იმას მეტყველებს, რომ მაგალითად ეჭვის შეტანის საფუძველი არ არის. ანუ მათ აქვთ დამოკიდებულება უარყოფითი ჩვენი მთავრობის მიმართ და ამ ფონზე ისინი წერენ საკმაოდ მაღალ შეფასებას ეკონომიკური ზრდის. ანუ პრაქტიკულად გამორიცხულია რაიმე ტიპის ცდომილება. ხო, ანუ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მათ შეფასებაში იქნებოდნენ ტენდენციურები უარყოფითი მიმართულებით. თუმცა არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ფაქტობრივი მოცემულობა არ აძლევდათ ამის საფუძველს. არა მარტო ფაქტობრივი, არამედ წინა წლების მდგომარეობაც. ხო, ანუ პრაქტიკულად 3-4 წელია საქართველოს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს აფიქსირებს. ეს ტენდენცია ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ აუცილებლად შენარჩუნდება და გაგრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ აი ჩვენ ნახეთ, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს ჰქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო რეზერვები შეევსო რეკორდულ მნიშვნელამდე. ჩვენ ნახეთ, რომ ტურისტების ნაკადები ძალიან დიდი რაოდენობითაა ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი. ჩვენ ხედავთ ასევე, რომ კაპიტალის შემოდინებები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი არის, უცხოურ კაპიტალს გულისხმობთ, მათ შორის ტრანზაქციები იქნება თუ ინვესტიციები თუ ასე შემდეგ. ძალიან მაღალი არის, რაც საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთად იძლევა იმის საფუძველს, რომ თქვათ, რომ ჩვენს ეკონომიკაში ეს მაღალი ზრდის ტემპი იქნება შენარჩუნებული. უმეტეს როდესაც ჩვენ მთავრობას აქვს დაანონსებული და ნაწილი პროექტიც უკვე გაშვებულია, როგორიცაა მაგალითად თქვათ ახალი ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში, აი უკვე ანაკლიის პორტი შედის აქტიური მშენებლობის ფაზაში, აეროპორტის მშენებლობა იწყება უკვე უახლოეს პერიოდში და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების შემოდინება არ შეჩერდება, არ შეფერხდება, რაც საბოლოო ჯამში აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ეს არის ზანგეზურის დერეფნის საკითხი. როცა ამოქმედება დერეფანი და ევროპას და აზიას შორის საწითო ნაკადები გადაიზრდება სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებაზე, საქართველოს როგორ უნდა დაიცვას, საქართველოს ეკონომიკა როგორ უნდა დაიცვას თავის სატრანზიტო წილი და არის კონკურენცია დერეფნებს შორის. როგორ უნდა აი ამ კონკურენციის პირობებში როგორ უნდა გააკეთოს საქართველოს, რომ თავისი სატრანზიტო წილი არ დაეყო. იცით ბევრი საუბრობს ამაზე, რომ რაღაცა საქართველოს რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნეს, თქვა ტვირთბურმასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ, რომ რაიმე ტიპის განსაკუთრებული კონკურენტული დერეფანი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის და რატო? იმიტომ რომ ამ ზანგეზურის დერეფანს თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე. პირველი რაც ყველაზე მთავარი არის თუ გეოგრაფიული არეალი ამ რეგიონის და ამ ტერიტორიის. საკმაოდ რთული გეოგრაფიული არეალია, არა ისე რომ მაგალითად ავტობანი გაიჭრას და რაღაც ერთ თვეში ან ერთ წელში დასრულდება ამ ტერიტორიაზე იმ შესაბამისი გამტარუნარიანი გზის მშენებლობა. ნუ იქნება ეს ავტობანი და თქვათ გზა პირობითად, ხო, რომელიც იქნება გამტარუნარიანი ამ ტერიტორიის. მეორე აქ ასევე ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ერთი მხრივ ჩვენ ვნახეთ, რომ აგვისტოში ტრამპთან გაფორმდა ტრამპის მონაწილეობით გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ არის საბოლოო, ხო ეს არის მე ითქვა, რომ ეს არის ეს იყო წინასწარი, რომელსაც შემდგომ ორივე ქვეყანა გადაამუშავებს ამ დოკუმენტს და მე ორივე ქვეყნის პარლამენტები ცალკე რატიფიცირებას მოახდენენ, მე მთავრობები კიდე დამატებით შეთანხმებიან და ასე შემდეგ. ანუ ეს კიდევ არ არის დასრულებული პროცესი და იწყო, მაგრამ სად დასრულდება, არავინ იცის, როდის დასრულდება. მეორე ითქვა მაგალითად აი გუშინ წინ უკვე ალიომა თქვა, რომ ჩვენ მხარეს უკვე დავასრულეთ სრულდება გზის მშენებლობა წლის ბოლომდე. ცოტა ხნის წინ თურქეთის მხარემ თქვა, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთო გზის მშენებლობა, მაგრამ მხოლოდ გზა ხო არ არის. ყოველ შემთხვევაში განცხადებები რაც კეთდება აზერბაიჯანული მხრიდან გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მათ მხოლოდ გზის ინტერესი არ აქვთ. და ისინი არ არიან დაინტერესებული მხოლოდ რომ ეს გზა შეერთდეს აზერბაიჯანის ტერიტორიისა და ნახიჩევანის ოლქს შორის, ხო? მათი განცხადებებიდან იკვეთება, რომ მათი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის შექმნა, რომელიც დააკავშირებს მოაქცევს ერთიანი აზერბაიჯანის არეალში. ფაქტია, რომ ეს სომხეთისთვისაც უკვე ალბათ ნათელი არის, იმიტომ ეს ღია განცხადებებში აზერბაიჯანული მხრიდან არაერთხელ გაკეთდა, ამიტომ სომხეთი რა პოზიციას დაიჭერს და რა მოქმედებებს განახორციელებს არავინ არ იცის. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, რომ ფაშინიანმა რეალურად დათმო ყარაბაღის რეგიონი და მან უარი თქვა, იმიტომ რომ სხვა ამოცანები განეხორციელებინა და ეს მისთვის თვირთი იყო და ამიტომ ჩაიხსნა ეს ყარაბაღი, მაგრამ ესე მარტივად ვეღარ ჩაიხსნის იმ ზანგეზურის დერეფანს და არა მარტო დერეფანს, არამედ თვითონ იმ ტერიტორიებს, რომელზეც აზერბაიჯანს აქვს პრეტენზია. ამიტომ ეს დერეფანი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ამოქმედება თუ არ ამოქმედება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასევე ირანის პოზიციაც, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ტერიტორიაზე არ გაივლის და ასევე გასათვალისწინებელი იქნებათ ორივე სახელმწიფოს რუსეთის პოზიციას და არ უნდა გვაუწყდეს, რომ სომხეთში ისევ რუსული ჯარი დგას და არ არის პატარა ნაწილი და არც რაღაც შენაერთი, ხო არის საკმაოდ ძლავრი ძალა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ამ დერეფნის გახსნას. ირანსაც ღიათ აქვს ნათქვამი, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ დერეფნის გახსნას და რა იქნება, არავინ არ ვიცით ჯერ წინასწარ. ამიტომ აი ამ რთული გეოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობიდან მე ვერ უყურებ ამას, რომ რაღაცა საქართველოს განსაკუთრებულ რაიმე ტვირთებს წაართმევს ეს დერეფანი, იმიტომ პირველ რიგში რომ აი ხვალეც რომ გაიხსნას ეს დერეფანი, ყველაზე გადასაჭრელი პრობლემა რაც ამ დერეფანს ექნება, ეს იქნება უსაფრთხოების თემა. იმიტომ იქ ირანი, იქ რუსეთი ცალკე
სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის წინააღმდეგი ამ დერეფნის გახსნას, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს და ეს მოცემულობა ქმნის ამ დერეფანს ქმნის არასაიმედეობის განცდას თვითონ საერთაშორისო გადამზიდავების თვალში და რაც თავიდანვე აღნიშნა, ეს არის გეოგრაფიული მდებარეობა, და საკმაოდ რთული გეოგრაფიული ტერიტორიებს ფარავს ეს ზანგეზურის დერეფანი, ზანგეზურის დერეფნამდე არსებული ტერიტორიებიც საკმაოდ რთული გეოგრაფიით გამოირჩევა, ამიტომ მარტივი ვთქვათ ერთ წელში ესეთი ტიპის მაღალ გამტარუნარიანი გზის მშენებლობა წარმოუდგენელი. იცით ალბათ ნაკლებად არის ჩვენს რეალობაში შესაძლებელი, რომ ეს დერეფანი ჩვენი სამხრეთით მდებარეობს. ჩვენ ამ დერეფნით რაღაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება ვისარგებლოთ, ხო? აი რაღაც ალბათ ვერ წარმომიდგენია ესეთი დატვირთვა ქართულ საქართველოს როგორ უნდა გქონდეს ამ დერეფნის ამოქმედების პირობებში, იმიტომ ჩვენ საქართველოს გადის ერთი დერეფანი და ზანგეზურის დერეფანი არის ჩვენ სამხრეთით მდებარე, ხო? ანუ ის რო იყოს ჩვენგან გამავალი დერეფანი, კი რა თქმა უნდა ვისარგებლებთ და რაღაცა ნაკადები შეიძლება ამ ხრივაც გადავიდეს, მაგრამ აღმოსავლეთიდან თუ შემოვიდა ჩვენთან რაიმე თვით და მიდის პირობითად თურქეთის სამხრეთ ნაწილში შეიძლება რაღაც მონაკვეთში ამ დერეფანით მოუწიოს იმ გადაზიდვებს სარგებლობა, მაგრამ არა ისე მაგალითად რომ საქართველოს აფრიკის დერეფანი წარმოუდგენლად მოჩვენებია, იმიტომ ჩვენგან გამავალი დერეფანი გაცილებით მოკლე არის ევროპის მიმართულებით. და ამას ემატება ესეთი გვაქვს სხვა, რაც სომხეთის შემთხვევაში და აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს ასე არ არის და ამიტომ გამტარუნარიანობის თვალსაზრისით საქართველოს გზა გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება ვიდრე ზანგეზურის დერეფნის გამოყენების შემთხვევაში და ზანგეზურის დერეფნის გამოყენების შემთხვევაში უკვე ჩდება დამატებითი სახელმწიფო თურქეთის სახით. ამ დამატებითი სახელმწიფოების გაჩენა ასეთი ტიპის საერთაშორისო დერეფნებზე თვითონ პროდუქტის ამ გადაზიდვის ხარჯებს ზრდის, იმიტომ ყველა სახელმწიფოს თავისი მოსაკრებელი აქვს გამტარუნარიანობის ამცას. ამიტომ თუ ესეთი გრძელი მარშრუტით არის ვინმე დაინტერესებული, რომ ტურქები გადააზიდოს პირობითად ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, ზანგეზურის დერეფანი იქნება უფრო რთული რელიეფის ერთი მხრივ, მეორე მხრივ უფრო ხარჯიანიც, იმიტომ ამან უნდა გაიაროს თურქეთის დამატებით კიდე ერთი თურქეთის სახელმწიფო და მეორე მხრივ როგორც გითხარით, ეს არის ირანის პრაქტიკულად საზღვარი, რაც ირანის ინტერესებში ნამდვილად არ შედის ამ დერეფნის მუშაობა და თვითონ რუსეთიც ფაქტორია ამ რეგიონში, რომელიც საკმაოდ დიდი ჯარით არის წარმოდგენილი. ამიტომ ასეთი გადაზიდვებზე მე ვერ უყურებ, რომ ეს ზანგეზურის დერეფანი რომც გაიხსნას ხვალე საქართველოსთვის იქნება რაიმე ტიპის კონკურენტუნარიანი ნობის შემცირების ვარს. იმიტომ მით უმეტეს ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამათგანის პროექტის მშენებლობა და ამასობაში ისიც აეშვება, რაც უკვე დამატებითი უფრო ბუნცულობითი და დიდი ფიქრების სწრაფად გადაადგილება შეუწყობს ხელს. დიდი მადლობა.